ქართული კულტურა, გაცოცხლდა და საუკუნოვანი ისტორია გრძელდება ბულგარეთში. პეტრიწონის მონასტერში, რომელიც 100 წლეულების განმავლობაში განათლების, სულიერების და კულტურის გამაერთიანებელ ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ აქ მოღვაწეობდა იოანე პეტრიწი, გელათის აკადემიის რექტორი. ისტორიული წყაროების მიხედვით მონასტერში საუკუნეების განმავლობაში მსახურობდნენ ქართველები, თუმცა მათი კვალი დროთა განმავლობაში დაიკარგა. 1000 წლის შემდეგ ეს ისტორიული კავშირი აღდგა. პეტრიწონში 3 ქართული დარბაზი გაიხსნა. მონასტრის ტერიტორიაზე დამონტაჟდა საინფორმაციო დაფაც, რომელიც პეტრიწონის ქართულ წარმომავლობაზე და ისტორიულ ფაქტებზე სრულ ინფორმაციას შეიცავს. ანი გენებაშვილის და ლევან ლომაძის რეპორტაჟი ბულგარეთიდან. ჩვენი მოგზაურობა სოფიადან იწყება. ხმაურისგან დასვენებული, ნახევრად ცარიელი დედაქალაქიდან, რომელსაც ივნისიდან ადგილობრივები ბურგაში, ვარანასში, შავ ზღვასთან მდებარე კურორტებზე აფარებენ თავს. სიჩუმის მიღმა ქაოტური რიტმი მაინც იგრძნობა. ევროპული კულტურის და აღმოსავლური ელემენტების კვეთაზე საბჭოთა არქიტექტურის ხელწერა მაშინვე იქცევს ყურადღებას. სოფიას სული კაცრებია, აქ ასე ამბობენ, ალბათ იმიტომ, რომ სიდიდით ერთ-ერთი ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი მსოფლიოში ამ ქალაქის გულშია, კულტურული შოკისთვის საუკეთესო ადგილი. მოსახლეობის 75% მართლმადიდებელი ქრისტიანია. ქრისტიანული კვალი თავის დროზე ბულგარეთში ქართველებმაც დატოვეს. ბულგარეთის სულიერების საზომი მაჩკოვიშია, ქართველების მიერ დაარსებულ პეტრიწონის უძველეს მონასტერში. ყველაფერი დაიწყო 1000 წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც ძმებმა გრიგოლ და აბას ბაკურიანებმა აღაშენეს და აფუძეს მონასტერი და მთელი თავიანთი ქონება დაუტოვეს ამ მონასტერს და ხაზგასმულად ქართველთათვის იყო ეს მონასტერი აშენებული. ქართული, ასე ვთქვათ, დიასპორა ბიზანტიის სამეფო კარზე იყო ძალიან ძლიერი და თუნდაც ის, რომ მთელი საჯარისო ფორმირებებისა გახდათ ქართველი გრიგოლ ბაკურიანი და მისი ძმა მაგისტროსი. ვიწრო საფეხურებს მცირე ტაძრის ქვეშ საძირკველში მივყავართ. სივრცე ძვირფასი არტეფაქტებით სავსე საიდუმლო საძვალეს მალავს. ეგ საძვალე არის ზუსტად იმ პერიოდის, მე-11 საუკუნის აშენებული გრიგოლ ბაკურიანის მიერ და სადაც არის ზუსტად ვიცით, რომ არის დასვენებული აბას ბაკურიანი. თურმე ფრესკებზე დატანილ წმინდანებს თვალებს უსინათლოებისთვის სინათლის დაბრუნების იმედით თხრიდნენ. მღელვარე, ქარტეხილებით სავსე წარსულის და ბუნდოვანი მომავლის უტყვი მოწმეა საქართველოდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულ მოქმედი ხატი, ძველი ქართული მინაწერებით. მე-12 საუკუნეში ბიზანტიის მთავარი წამყვანი განათლების ცენტრი პეტრიწონია. იმდროინდელ სკოლაში სწავლობდნენ ქართველები, სომხები, ბერძნები. შენარჩუნდა ასობით ორიგინალი ხელნაწერი. აქ მოღვაწეობდა ქართული გრამატიკის შემდგენი, გელათის აკადემიის რექტორი იოანე პეტრიწი. განათლების ცენტრი, უпростоრად ფიქრის აკადემია, ქართული სიბრძნის სასახლე, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში მრავალ განსაცდელს გაუძლო. წყაროებით დასტურდება, რომ მე-15 საუკუნემდე ქართველები მსახურობდნენ, თუმცა ეს კვალი იკარგება. ის ფაქტი, რომ ეს მონასტერი, უმნიშვნელოვანესი მონასტერი ქართველთა მიერ არის დაარსებული და რომ ქართველები მოღვაწეობდნენ, გარკვეულ პერიოდში დავიწყებას ეცლებოდა. თქვენ ხედავთ დაფას, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩამოხსნილი იყო და თანდათანობით იკარგებოდა ცოცხალი აქმა იმ მოვლენისა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მონასტერი თანდათანობით კარგავდა ერთგვარ მეხსიერებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქართველთა მონასტერია. კვლავ ხდება ქართველთა მოbrunება ბაჭკოვოს მონასტერში. 10 საუკუნის შემდეგ ისტორიული ჯაჭვი აღდგა. რადგან საყოველთაოდ ცნობილი ბაჭკოვოს იგივე პეტრიწონის ქართულ მონასტერში 1000 წელზე მეტი ხნის შემდეგ იხსნება ბულგარულ-ქართული სულიერების ცენტრი.
ქართულმა დიასპორამ ისტორიული კავშირი აღადგინა. ჯერ სამჯერ დიდი ზომის საინფორმაციო დაფა-დაკიდეს. შემდეგ 3 ქართული დარბაზი გახსნეს უცხო მიწაზე. მეც არ ვიცი როგორ გაჩნდა ეს, ალბათ ყველა ადამიანს რაღაც თავისი მისია აქვს და აი თვითონ ის რომ მე ჩამოვედი ბულგარეთში ესეც არ იყო დაგიგმილი. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ რომ რამენაირად მე დაგვეწყო მუშაობა იმ საკითხთან დაკავშირებით, ეს დაფა დაგვებრუნებინა თავის ადგილზე, ან ახალი დაფა გაკეთებული იყო და იყო იატაკი, იყო შენობა, რომელშიც არ ხმარობდნენ საერთოდ და ჯერ ვთქვით ეს ერთი ოთახი, მე ამ ოთახს ვიმატა მეორე დარბაზი, მესამე და ნუ ესეთი კარგი საქმე გამოვიდა. შემთხვევით არაფერი ხდება. კითხვები საკუთარ თავთან, სამწლიანი დაუღალავი შრომა, მოლაპარაკებები ისე გამოვიდა, რომ ერთიანი ძალებით დაგეგმილზე მეტი შეძლეს. ამ სამ დარბაზში ძირითადად არის პირველი ბაკურიანების, გრიგოლ დაბას ბაკურიანების, აი ესე ვთქვათ, მუზეუმი. მეორე დარბაზი არის წმინდა პატრიარქ ევტიმის სახელობის. აქ არის ძალიან ბევრი წიგნები, რომელიც იყო არ იყო გამოტანილი და ეხლა შეიძლება რომ მოვიდეს ადამიანი საქართველოდან ნახოს, წაიკითხოს. რაც შეეხება მესამე დარბაზი არის გრიგოლ და იოანე პეტრიწონების დარბაზი. და ისე რომ აი გამოვიდეს რაღაც შეერთდა ესეთი ქართულ-ბულგარული კულტურისა და სულიერების ცენტრი. სულიერების ცენტრი ბულგარეთის პატრიარქმა აკურთხა. სპეციალურად ამ დღისთვის ბაჭკოვოში ჩამობრძანდა და დიდი საქმის გამგრძელებლებს მადლობა გადაუხადა. მიხარია და მადლობლები ვართ ღმერთის დღევანდელი დღისთვის, წმინდა სავანის გამდიდრებისთვის, ამ ახალი ბულგარულ-ქართული სულიერი ცენტრის კურთხევისთვის. წამს რომ ის კიდევ უფრო განამტკიცებს ბულგარეთს და საქართველოს შორის ურთიერთობებს. იგი მოემსახურება ყველა იმ ადამიანს, ვინც რწმენით, პატივისცემით მოემართება აქ ყოვლა წმინდა ღვთისმშობელთან. მომლოცველები ნახავენ მათ ისტორიებს, ვინც ჩვენამდე აქ ცხოვრობდა. სამონასტრო ცხოვრება მუდმივ ლოცვაში, შრომაში, მორჩილებაში გადის. 15-მდე ბერის სულიერების განმტკიცება ქართველების აშენებულ ტაძარში უწყვეტია. ქართველი ძმების მაგალითი დიდებულია. მათ მთელი თავიანთი ქონება მონასტერს შეწირეს. მის აშენებას და მის შენარჩუნებას. როგორც ყველა მართლმადიდებლურ მონასტერში, ჩვენც გვაქვს ტიპიკონი, რითიც ვცხოვრობთ. ყოველდღიურად აღევლინება ლოცვები, საღვთო ლიტურგია. მონასტერი ბევრ მომლოცველს იღებს. ამის შემდეგ იმედია, მეტ მომლოცველს მივიღებს საქართველოდან. ათასობით მომლოცველი, სულიერი მოგზაური პეტრიწონის გაცნობას დარბაზიდან დაიწყებს. გაიცნობს საქართველოს ისტორიას, ქართულ-ბულგარულ კავშირებს. ყველაფერი საინფორმაციო დაფის შექმნის იდეით დაიწყო. თავადაც არ შეეროდათ, რომ გამოუვიდოდათ. იქნებ ერთ დღესაც ამ დაფაზე ახალი ისტორია შეიკრას. მინეწერით პეტრიწონის ქართული საძმო.